особливი ხასიათი მოაქვს. პატარა გოგო და მეკარგა ცითებერანგა ცოტა უკაცრავად წამოვიდა. პატარა გოგო და მეკარგა ცითებერანგა აია აბა ხოჩა ძალიან საინტერესოდ მოყევი ეს სიმღერა. სხვა ადამიანი გამოვიდა თითქოს სცენაზე და მე სხვა გაცოცხლდი სიმღერის დროს. ძალიან საინტერესო დრამატურგიულად ძალიან საინტერესოდ გაიარა ეს გზა, როგორც მსახიობმა, აი თითქოს ვიღაცის პიესის მიხედვით მიდიოდი და მადლობა შენ ამ შეგრძნებისთვის. მე არ ვიცი შენ ვინ დაკარგე, მაგრამ გონია რომ შენი სახით დავკარგავთ პატარა გოგოს. თუ არ გადახარ ინექტორში. ნინი მე ძალიან მომეწონე. აი მე შენთან საუბარი მომინდა, ეხა დაგიჯდებოდი და რაღაცებს გამოგკითხავდი. ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს გოგონა ესე იმღერებდა, ასეთი მელიზმებით, რაღაცა ძალიან გულდამწვარი. აი, ეგ იყო ყველაზე მაგარი. ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი მომისმენია და ესეთი შესრულება არა ამ სიმღერის. უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებს სხვა ჟანრში. კაც მაგარი იქნება. შეგვპირდა ფანდურს და დაგვიკრავს ალბათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ ჟანრში იქნება ეს მაგარი, ხო? მოდი მე ჩიგაფასებ და მე ვანახე ის რაცაც დაგვპირდა. თუ აიხავე დაგვიკრავ. მიდი. ვარავდა თოლომის ის მადლი დანზე აგეხსნათ კინო ხელგეპართ მთელი მახვილი რომ დეს არმა ელხინო გამარჯვებულსაც გეარნო ღმერთი გიხმობდეთ წინაო შენახარ საქართველოს ხმას და ყველაფერი საუკეთესო შენ. რა თუნდა ამას ის? დავგიჟდი კაცო, ყველა ნერვი არ დამიტოვა თავისუფალი. არც ერთი ნერვი. ყველაფერი კარგად. ნინიკო. ყოჩახ არჩილ, ყოჩახ, მე ვამაყობ შენით, ყოჩახ. გარდა იმისა, რომ სცენას ძალიან უხდები, შემოხვედი თუ არა, შემოანათე შენი სევდიანი სილამაზით, არ ვიცი ეს რამდენად სწორად ჟღერს, მაგრამ თან სევდა გაქვს, თან რაღაცა დრამატიზმი, თან რაღაცნაირი ენერგეტიკა გაქვს. ძალიან მომეწონა როგორც სიმღერე.
და ეს უსაზდა რა თქმა უნდა ძალიან ორგანული იყავი რასაც აკეთებ და მგონია რომ არ ვინანებ მე ამ საქციელს და მგონია რომ პირიქით ჩემი მეგობრები ინანებენ რომ არ დამასწრეს ერთი ოქროს ღილა კი გვეყავს საქართველოს ხმის მესამე სეზონს. წარმატება შენ დაისვენე და კარგად იმეცადინე. მადლობა შენ. ორა კარგი გოგო იყო. ორა კარგი გოგო. აი არო რამე არ მომტეხე. არა რუს მაგაში ხო ძალიან ისე გაწაფული ვარ ნახე აი ესე კი არ აი პირდა აი ხალ ნახა. ძალიან. ვიდა მე თავში მოდიოდა ხელი. აი ჩემი პასუხი. ამან. ნინი დები ჩვენს ოქროს ღილაკს. გილოცავ ჩემო ძვირფასო. როგორ ხარ? არ ვიცი. არ ვიცი როგორ ხარ. აი ძალიან კარგად უნდა იყოს წესი. ამდენ აუდიტორიასთან ესე პირველად ვიმღერე და ნუ ცოტას კი უნერვიულობდი, მაგრამ არ გეტყობოდა საერთოდ. ყოველ შემთხვევაში დამღერზე არ გეტყობოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ხო ჩაღნინიკო, აეგრე. მოკეთ შეხარ პირველი. პირველი გილოცავ. ალბათ. აქ ვარსკვლავები იბადებიან.